ნაირა მესხი აპლოდისმენტები. მოგესალმებით. სამყარო მოგესალმებით. გულშემატკივრებო მოგესალმებით. ტელემაყურებლებო თავისთავად მოგესალმებით. თუ შეიძლება რომ მივესალმო ბატონო ნიკა, ჩემ შვილებს და შვილიშვილებს. რა თქმა უნდა. ცოტა საზღვარგარეთ. ქალბატონო, ტრენდება. ასე რომ ჩემო შვილებო, შვილიშვილებო, შვილთა შვილებო, სიძებო, ბრძალო, გესალმებით და ყველას ისრაელში მულებო, მულიშვილებო, მისი მონაგარებო, ყველას გენაცვალეთ, ყველას გეხუტუნეთ. თქვენ შეგიძლიათ მომგადეთ ჩვენ გადაცემაში და მოიგეთ. ხარეთ დიდი მადლობა. ქალბატონო, ისე როუმინგი გვაქვს, უფასო მოიკითხეთ. ამდენი ხანი ის ეკრანზე ვარ და ვარც უყველა და კერ გავხსენები რომ ახლობლებს მივესალმო სადღაც. მე რას არ მოვიფიქრებ. ქალბატონო ნაირა, ვითამაშებ თუ მოკითხვა გნებავდათ მარტო? არა, უკვე დავამთავრე. უკვე დავამთავრე. როგორც თქვენ გახლავ შეგვიძლია. პირველ რიგში მისასალმებელია ქალბატონო რომ მომძანდით ჩვენთან და ძალიან სასიამოვნოა რომ პირველ რიგში იუმორის განწყობაზე ხართ და გიყვართ იუმორი. ძალიან. და ასე გიწერიეთ ჰობი, გაქვთ იუმორი და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. და ტურისტობა. კი ბატონო, ტურისტობაც კარგია, სიმღერაც და იუმორიც. ძალიან. თავარი ამის ყველაფრის საშუალება. თუ გვაქვს გადასარევის არის რა ქვია. ჰობი. და ვიცი მე რა გითხრა წარმატებები მინდა გისურვოთ. გვალობთ. ბატონო მასო, უდიპლომო მსახიობი ვარო, ესე გიწერია, ხო? კი, ნამდვილად. უდიპლომო მსახიობი, უდიპლომო ექიმი. ექიმიც. ანუ ერთი რო დაგემთავრე მე 18 დიპლომიანი. დიპლომიანი არაფერი. ყველაფერი უზე. ცოტა ყველაფერი. ცოტა ყველაფერი. გაიხარ. წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო. ქალბატონო ნაირა, წესები ვიცით? ვიცით. ძალიან კარგი. მაშინ მე წარმატებას გისურვებთ. მადლობთ. 1, 2 და 3. დედაჩემი წავიდა წყაროზე საირმეში ცხოვრობენ და გადმოვარდა იქიდან ხესა და ხეშუა გაერჭობი და კივის და კივის გადაჩემი. არიქა მიშველე ვალიკო მიშველე გამერჭე ბიჭო გამერჭე. ერთი ვასო ჩარტო ფანტაზიის უნარი. ვაიმე. საინტერესო გადმოვარდა ხესა და ხეშუა ისო ჩარჭობი. თან ხესა და ხეშუა იყო ასე ჩარჭობილი. აბატონო ნაირა, გილოცავთ. ჯერ ეხლა დაიწყო ისტორია თქვენ 50 ლარი მოიგეთ. უნდა კითხოთ, ვიცი რომ გააგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა კითხოთ. ვაგრძელებთ რა თქმა უნდა. ვასო მოებზადე. ვახი დაკლებს. რა თქმა უნდა. ვასო მოებზადე. ახლა ყვირის ერთი. აი ამას ვაგრძელებ ხო? დიახ, 1, 2 და 3. ახლა კივის დედაჩემი და მივერდით ახლა და ვართ ერთ ამბავში და დასტაცა მამაჩემა კაბაში ხელი და ამოწია ზევით. ხშობიო. რაია ქალო ხანიოს ჩობი, ხანერ ჭობი არ გააწყალე გული პირდაპირ არ მომკალი ამ შენ გარჭობითო უთხრა. ხო და ბოლო ამოვიყვანეთ დედაჩემი და წამოვიყვანეთ. გავაკეთო. ხო და ბოლო ამოვიყვანე. კარგი. ბოლო ამოვიყვანე და ხო დავტოვებდით ხესა და ხეშუა. კარგი იყო, თქვენ 100 ლარი გაქვთ, შვენივრად მიდიხართ. ძალიან ცოტა დროს ხარჯავთ, რაც თავარია, ასწრებთ. აბარაშვებით, 100 ლარი თქვენია, ვაგრძელებთ თუ არა? ვაგრძელებთ, რას ლაპარაკობ? აბა მომებზადეთ, ბიჭებო. ეხლა იწყება თურქეთში თავგადასწრება. ჩავიტანე 1, 2 და 3. თურქეთში ჩავიტანე გასაყიდად ხრუსტალის ვაზები. გადაცხრებში. ხო და რომ მივიტანე ესე მოვიდა ერთი კაცი და მეუბნება, რაღის მადამ. ოპტომ თანაც მეუბნება. ოპტომ რო გავიგონე თვალები დავქაჩე. მეუთხარი სექუს რო თქვა. ვაიმე არ წამოვსე სექსი და არავინ არ მომახდე ზუგზე თქვა და შიშის გავერდა $1 მეტი. $1 რო უთხარი, მადამ ზარალ მითხრა. იოხ, ეფენდი ზარალ მადამ. პი. ზარალ. ტამოჟნაია ზარალ.
ვაიმე მე უთხარი რა ზარაში ხარ თქვენ კი არ ხარ ზარაში მე ვარ მეთქი გადაბრუნდა ეკაცი გვტება სიცილი ავიღე მეორე $6 მადამ თამამ და მეც წამოყვები თან თქვა მე უთხარი ოღონდ წეიღე $8 გავატანებთო მეგი ბოლო წამი იყო 59 მართლა წამი იყო 59 წამი იყო მეგობრებო რა გაიგეთ მე ფინალზე ძალიან გამეცინა მართლა არა იქ ერთი მომენტი იყო სასაცილო არ ვერ მომახტე ზურგზე თქვა იგივე ფიქრი გამოტონაირე გილოცავთ $200 თქვენია ძალიან კარგად მივდივარ თუმცა აი დროში პრობლემები იყო ახლა გადავრჩით ერთი წამი იყო დარჩენილი გადავრჩი აწია აბა თქვენ იცით დაფიქრდით წინ $400 და $1000-ია გიღირთ თამაში რა თქმა უნდა აგზელებთ მე იქ მიწერია კაცო დოქუს ვაკეთებ ისრაელში დოქუს რა დოქუსი რა არის და მოცოცხვა აქედან და ისრაელში ცოტა ხანი წასვლა დასვენება იქიდან $1000 საჭირო იმისთვის რომ ისრაელი $1000 საჭირო რა ვქნა მე ქუთაისში ვერ მივდივარ აგერა ხალხი ისრაელიდან მაშინ თორა ოფილა დოქუს 1 2 და 3 რაჭველი მოშე ჩავიდა ცაგერში ჩაიტანა ბევრი თოფები იმითი რა ქვია ნაჭერების ერთ თოფზე სულ პეპლები ეხატა და გაუყიდია ეს ყველაზე მეტად იყიდეს დაბრუნდა რაჭაში ხო და მივიდა ერთი თვის შემდეგ ჩავიდა ისელი ჩამოვიდა და ამბობს რა მიქნია დაგენაცვლა რა მიქნიაო მთელი ცაგერის ქალები გადამიპეპლიაო რა მიქნია ეგ რა მიქნიაო ხო და მეორე ეუბნება რა გიქნია კაცო რა ყველა ხალხს ეცვაო დაგენაცვლაო ეპეპლებიანიო გადამიპეპლია ვერ გაიგეო კახეთში ვიყავი ჩასული და გავაკეთო არა ძალიან ვთხოვ ყველას რომ ეს სიცილი გაამეორონ იმიტომ რომ ძალიან მაგრად შეაპარა ვასო ღიმი რა თან საკუთარ თავზე ნაწყენმა თან $400 გილოცავთ $400 თქვენია კაი დავჯერდები იმას ერთი წუთი აქ ესეთი ფრაზა გაჟღერდა რას ვაპირებთ დავჯერდები 400 დაბა ისრაელი რა ვქნა და ისიც რომ დავკარგო არა ეგეც არის მე ისრაელში ვიზა ხო უნდა რაღაცა იქ მოსვლა უნდა და ეს ხარჯები რო ავანაზრაო ანუ $400 დავჯერდები და არ გავრისკავთ საბოლოო გადაწყვეტილება არ გავრისკავ ბევრი რამეები მაქვს აბარა მაინც ერთი ისე მოყვეთ მაშინ $400 თქვენია და ერთი ისე რომ არ შევიკავო ისე მინდა რა თან რომ ვიცინოდე რომ მოусვინო იმიტომ რომ შვილი არ ჭამდა საჭმელს და ვეხვერწები ახლა 25 წლისა ეს ჩემი ბიჭი შვილი და ჭამე ბაბა გეხერწები მე ვთხარ ჭამე ბაბა რა იყო აბანდა ესე წაპირებდი ვამზესა ჭამე ბაბა ჭამე არა თუ არ შეჭამ ამ ჩემ კვერებზე შეთქვა მე ვთხარ და მოbrud მაცენე ბაბა კელები და ყველაფერს ჭამყოლას რატო $1000 ისტორია იყო $1000 თქვენ შეგეძლოთ $1000 მოგეს ათი თქვით რა არა რა მაგარი ისტორია იყო დედაჩემ საერთოდ ჩამოიყვანა დედოღორი ბეძველი ასნა გოჭიანები და რა ვიცი ხო მოვიდა ერთი კაცი და ეხლა ეუბნება რაღაც კალბატონ თქვენი ღორი რა 100 მანეთიო მაშინ რუსული ფული იყო აბა რა 100 მანეთია 100 მანეთი ეგ ღორს ხედავო ეგ ბურვაქსო ხედავ ზამიო ხედავ აი ეს 50 მანეთა თაფასებს იმასო მე ზამია და იყიდე რას მერჩ მე დამანებე თავი კალბატონო უშუჩუჩულებ ეს 50 ლარიან ღორი არჯობი ახლა ამ შენ ბებე ღორს 18 წლის გოგო და 80 წლის ქალი ერთი და იგივეა რაია ზამია შენ მაგ ხოჭად გინდა თუ ცოლად გინდა ვერ გევიგებეო ამოდისმენთ
400 ლარი დამსახურებული გადავცეთ გალბატონ ნაირას. აბა 400 ლარი გადავცეთ გალბატონ ნაირა. მადლობთ. დიდი მადლობა რომ მოგზანდით. 400 ლარი თქვენია, აპლოდისმენტებით გავაცილოთ გალბატონ ნაირა. კარგად გამდებ. ძალიან დიდი მადლობა. ყველას მოგითხრა ჩვენ აუცილებლად გადავცეთ